სალამ, მეორე დრანგი, ეს არის Bitanica Short, გადაცემა, სადაც კრიპტოსამყაროს თავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვება. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ, რატომ აკრიტიკებს Vitalik საპროგნოზო პლატფორმებს, რას აპირებენ იაპონური ბანკები და რაზე მიანიშნებს Bitcoin-ის ვარდნა. Ethereum-ის შემქმნელი Vitalik Buterin Polymarket-ის მსგავს საპროგნოზო პლატფორმებს აკრიტიკებს. მისი თქმით, ეს პლატფორმები ჩვეულებრივ კაზინოს დაემსგავს. Vitalik გვთავაზობს, რომ ეს სისტემა და AI ინფლაციისგან დასაზღვევად გამოვიყენოთ. Როგორ? მაგალითად, თუ თქვენი AI ხედავს, რომ პროდუქტებზე ფასი იზრდება, ის პლატფორმაზე ხსნის პოზიციას ფასების მატებაზე. თუ ცხოვრება მართლა გაძვირდება, პლატფორმიდან მიღებული მოგება თქვენ გაზრდილ ხარჯებს დააბალანსებს. მოკლედ, Vitalik's უნდა რომ სონების ნაცვლად ეს სისტემა ეკონომიკურ ფარად ვაქციოთ. იაპონიაში დიდი ამბებია ხუთმა უმსხვილესმა საფინანსო ინსტიტუტმა, მათ შორის Mitsubishi-მ და Mizuho-მ stablecoin-ების ტესტირება დაიწყეს. მათი მიზანია, რომ ციფრული ვალუტა ტრადიციული აქციების და ფონდების საყრდნად გამოიყენოს. ახლა ამოწმებენ, რამდენად გამართულად იმუშავებს ეს მექანიზმი. მოკლედ, ტრადიციული იაპონური ბანკები კრიპტოსამყაროში სერიოზულად შემოდიან და ბლოკჩეინს რეალურ საქმეში იყენებენ. Bitcoin 200 დღიან საშუალო მაჩვენებელს ქვემოთ ჩამოწდა, რაც ისტორიულად დაგროვების ფაზის დასაწყისს ნიშნავს. ზუსტად იგივე მოხდა 2018-ში და 2022 წლებში. ბაზარი ჯერ ვარდება, მერე ნელ-ნელა ძალებს იკრებს და დაახლოებით 3 წელიწადში ახალ რეკორდებს ხსნის. ტრეიდერები გვაფრთხილებენ, რომ ახლა პანიკის კი არა, მოთმინების და რისკების მართვის დროა. მოკლედ, ისტორია გვიჩვენებს, რომ ყველაზე რთული და მომაბეზრებელი პერიოდის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა იწყება. ეს ხო Bitanica Short, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გაამოწეს თავარი მოკლედ.